მოგესალმებით ბატონო ნიკო. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ ვსულიყავით თქვენთან დიდებულ პიროვნებასთან და ინტერვიუზე დაგვდახვდით. ბატონო ნიკო, თქვენ ახლა ხელოვნების სფეროში ვინც არის, ფაქტურად ყველა გიცნობთ, მაგრამ არის ახალი თაობა, არის ხალხი, რომელიც სიახლოს არ არიან ხელოვნებასთან. ამიტომ ჩვენ ინტერვიუ ისე წავიყვანოთ, თითქოს და ისეთ ხალხს უხსნით ამ თქვენ პიროვნებას, რომელებაც არიციან თქვენ შესახებ. ამიტომ როგორც შეგეძლიათ თქვენი ბიოგრაფია რო გვითხრათ აი ესეთი თქვენ როგორც მოისურვებთ მნიშვნელოვანი ეტაპები. მე დავიბადე 1953 წელს 17 აგვისტოს ახალგორის რაიონში, დღევანდელის ტერიტორია ოკუპირებულია, სოფელი კორინთა, ხერკელანტკარი და სკოლა დავამთავრე სოფელ კორინთოსაც ეძახიან რაღაცა ბერძნული ესეთი სახელით არის ცნობილი. 8 კლასი დავამთავრე 1968 წელს. 68 წელს ჩავირიცხე მოსითოების სამხატვრო სასწავლებელში. დავამთავრე 1971 წელს. იმავე წელს მოვხდი სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. დავამთავრე 1977 წელს. ოქროს მედლით, არის აღნიშნული. ხოლო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო მოხუცი მელექსე, რომელმაც მიიღო მაღალი შეფასება კომისიის მიერ, სამხატვრო აკადემიის დიპლომების დაცვის კომისიის მიერ. შემდეგ იყო შემოქმედებითი ასპირანტურა, 3 წელი სწავლობდით იქ, ხელმძღვანელი იყო უჩა ჯაფარიძე. და იყო ის პერიოდი, ახლა საბჭოთა კავშირს უკავშირდება, იმ პერიოდს უკავშირდება და სხვათა შორის ახლა უნდა ითქვას სიმართლე, რომ დახმარება ჰქონდა ჩვენ მოსკოვიდან, ესე იგი ნატურები უფასოდ, საგებოები უფასოდ იყო ჩვენ ბატონო თვითონ ჰქონდა, ესე იგი ხელფასი ჰქონდა, რა ქვია. ესე ის 3 წელი ისეთი კარგად და მშვენივრად რაღაცა ესეთი შინაარსო ნაყოფიერად დავამთავრე, თუმცა სწავლობდით ეს ხატრები თუ საჭირო ვიტყვი, დღეს ბევრი არის, რამოდენიმე გარდაცვლილია. ხო და იქიდან აი ბევრი რაღაცა დადებითი მოხდა, როგორც ჩემს შემოქმედებაში, ასევე დანარჩენი მხატვრების შემოქმედებაში. ხო, ეს ნამუშევრები რაც იქნებ გავაკეთე ამ 3 წლის მანძილზე, წაიღე და მოსკოვში ერთ-ერთი ნამუშევარი მოხვედრილია. ეს ნამუშევარი იყო ზეიმი მთაში. მოხვედრილია ტრიტეკოვის გალერეის საცავებში, იქ არის შენახული მოხვედრილი, თქო რაღაცა ეს პერიოდული გამოფენებზე ალბათ გამოიყენება. ჩემი უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შემოქმედებითი წინსვლა მოხდა 2003 წელს, როდესაც სამხატვრო აკადემიაში მოეწყო ჩემი პერსონალური გამოფენა. ხო, მაშინ მე სამხატვრო აკადემიაში მუშაობდი 1999 წლიდან 2007 წლამდე, 17 წლის მანძილზე. ამ პერიოდში მოხდა ჩემი პერსონალური გამოფენის მოწყობა. რექტორი იყო ბატონი სოსოქოიევა, დიდებული პიროვნება. საინტერესო მხატვრები ახლა აკადემია იმდენად ბევრს იძლევა სტუდენტებისთვის და საერთოდ ურთიერთობისთვის, მხატვრებისთვის, პედაგოგებისთვის, ამ ურთიერთსაერთო-ენის გამონახვისთვის, რომ ბევრის მანიშნებელია სამხატვრო აკადემია და ასე იყო ჩემთვისაც. რაღაცა აღმავალი პერიოდი იყო იმ გამოფენიდან, მე გაიროში მოეწყო ისე პერსონალური გამოფენა, იქიდანაც დაემატა და რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. მხატვრის მთავარია არ უნდა გაჩერდეს, აი მხატვრის გაჩერება აღარ მუშაობა, ან ვერ მუშაობა რაღაცა მიზეზი იმისა, რომ ვეღარ მომახერხე, ვეღარ იმუშავე, ეს უკვე რაღაცა ისეთი მცირედი დანაშაულია, იმიტომ რომ როდესაც მხატვარს ელოდება პალიტრა, ფუნჯელი, იდეა, ტილო, მისი გაჩერება არ შეიძლება, ან ფერი გაუხმეს პალიტრაზე, ან ფუნჯი გახმეს, ეს უკვე ცუდი მანიშნებელია, ანუ არ არის მისაღები. საერთოდ მხატვრები ასე თვლიან, ახლა მე ვისთანაც მეგობრობ და ურთიერთობისთანაც მაქვს თითქმის თანამოაზრეები ვართ ამ საკითხებთან დაკავშირებით. გამოფენა ისეთი რამეა, რომ აი პერსონალური გამოფენა, ჯგუფური გამოფენა, რესპუბლიკური გამოფენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო. ესე საბჭოთა პერიოდში იყო რესპუბლიკური გამოფენა, საქართველოში ეწყობოდა და მე იყო საკავშირო გამოფენა. რესპუბლიკური გამოფენა მაქვს მოწყობილი დაახლოებით 15ჯერ, 15 ეგრე არის მონაცემები და საკავშირო გამოფენა მაქვს 6, რომელიც მოსკოვში ხდებოდა.
საკავშიროა ახლა მეტამშრომელი იყო მაშინდელი სისტემასთან დაკავშირებით. ხო იქ ფულადი დახმარება იყო, ფულადი გადახდა იყო ნამუშევრებისთვის და რაღაც გარკვეული დადებითი მნიშვნელობები ჰქონდა. მნიშვნელოვანი რა არის კიდევ რომ ესე იგი, როდესაც მხატვარი აწყობს პერსონალურ გამოფენას გალერეაში, ერთადერთი ახლა მხატვარი მაშინ თვითონ ავტორი ჩასაფრებულია და უყურებს როგორ შემოდიან ეს მაყურებლები და როგორი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს ნამუშევრებმა და გაფაციცებს და გრძნობიერი თვალით უყურებს ამ ყველაფერს. თავარია ნამუშევრებმა ან ერთმა ან ბევრმა და შეიძლება სულ ყველა მაყურებელი უნდა გააჩეროს. უნდა საკუთარი თავი აყურებინოს, ესე იგი ზერელეთ არ უნდა ჩაუვალოს გამოფენას, აი ნამუშევრებს, ან თითოეულ აი ზერელეთ როცა ჩაუვლებს და არ შეხედავს ესე ნამუშევრმა არ მიიზიდა ყურადღება ვერ მიიპყრო რაღაცა მაყურებლისგან. თუ ნამუშევრმა გაგაჩერა და გააჩერა მაყურებელი, ეს არის კაი ნიშანი. თუ გააჩერა. იმიტომ რომ ახლა ყველა ნახატს თავისი მაყურებელი და თავისი რაღაც მომწონე ყავს, მაგრამ ნუ წესიესია რაღაცი თუ ესე იგი თუ ნამუშევრის რამე არ ჩაიდო ისეთი კარგი მნიშვნელოვანი რაღაცის განცდა, რამაც ეს ნამუშევარი ავტორს დაახატინა, ესე თუ რაღაცა ტკივილი არ ჩაიდო, რაღაცა დარდით, რაღაცა წופლი თუ სიყვარული რაღაც არ ჩაიდო, ესე თუ ვერ ჩაიდო ესეთი ნამუშევარი მაყურებელს ვერ აჩერებს. რაღაცა ის სიყვარული უნდა იყოს არ ქვეყნის სიყვარული, სამშობლო სიყვარული, მიწაწოლის, ისტორიის, ჩვენი წარსულის იმ ყველაფრის, რასაც ქართულობა ქვია. ესე ამ წესევად აღდგილები აი პიროსმანი თავის ტრადიციულ კახურ ქართულ ტრადიციაზე იყო აღდგილი და იმიტომ წელნაცადკე ესე იგი ერთ-ერთი პირველი როგორც წელობაში რუსთაველი ვამოყვრთო ჩვენ პიროსმანი ყავს მხატვრობაში ამას მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს თვითონ თავისი პიროსმანი თავისი მიწაცლისაგან თავისი სამშობლოდ არაფერს არ ითხოვდა. აი ნივთიერად რამე დახმარებას რაღაცას არაფერს არ ითხოვდა, იყო წყნარად მუშაობდა ასეთი რაღაც ესეთი არკადულად. მაგრამ უამრავი შედევრი დაუტოვა ჩვენს ქვეყანას. ეს მუზეუმებში ეს ნამუშევრები და ზოგ კიდე კერძო კოლექციებში. დიდი პიროვნება იყო. ეს არის ახლა მხატვრობა ის მაინც ინდივიდუალურია ჩვენი დამოუკიდებელი. ჩვენი ხელოვნება ეს არის დაუშვათ აი ხმამაღალი რაღაც აქტიური რაღაც ემოციური რაღაც ეს დინამიური ხელოვნება არ არის. დინამიკა ჩვენში ის არის რომ ამ სიცუმეში უნდა გამოხატო ის, რასაც გრძნობ, რა განსაცე უფრო მხატვარს სიცუმეში უნდა ჩამდეს. ესე იგი, ოდნავ ხმაური არა, ესეთი თვითონ პროფესია ეს მოწოდება უფრო მხატვრები პროფესიაც არის, მაგრამ უფრო მოწოდებაც არის. ამან ეს თავისებურად აყალიბებს მხატვარს. ეხლა მე ვიცი, ჩემი თავიდან გამომდინარე, როცა ნამუშევარი მე შედარებით საინტერესო, კარგი და მნიშვნელოვანი გამოსულა, 3 ან 4 დღე შეიძლება მეტიც კაი ხასიათდება. ხასიათს ესე იგი რაღაც მიმაღლებს. არის რომ ნამუშევარი არ გამოდის, წვალება ჭირდება, გადაკეთება, შეცვლა რაღაც დამატებები ჭირდება და სანამ ამას მიაღწევს მხატვარი უდიდესი ენერგიის დახარჯვა. როცა გაწვალდები აი პიკასო ამოდავრა ნამუშევარს რამდენიერად წაშლიო და მე გაგრძელებ მუშაობას, აი მაშინ გამოდის კაი ნამუშევარი. როცა წაშლი და მე ისევ გააგრძელებ. აი იოლად რო დაამთავრე ნამუშევარს, აი მალე რო დაამთავრე და რაღაცა ერთი განწყობი. აი ის ცოტა ნაკლებად რაღაცა ისეთი და ის წვალება უნდა ჩანდეს, აი რაღაცა წვალება და თითქოს არ წვალება რაღაც ისეთი ენერგია უნდა ჩანდეს, აი როგორც ლექსში არის რაღაცა ხარდათ მოცემული სიტყვები თქვენ გაგზნობდეს იმ ლექსის სიდიადეს. ეს პოეზიაში, მხატვრობაში ეგრეა. ემოცია მხოლოდ აი ჩვენი ემოცია. ეს ცოტა ისეთი ფსიქოლოგიური დატვირთვა სიტყვას რა. ბატონო ნიკო, რომელი თაობის ხატვარს მიაკუთვნებდით თავს, აი როგორც ჩამოყალიბდით, აი როგორც შემდგარი მხატვარი რა თაობას? ხო, როგორც დღეს ასია ცნობილი 80-90-იანელებში ჩემი ასაკის მხატვრები ამაში გადიან. აი იმ წლების ამ რანგში გავდივარ ჩვენ. თქვენი თანამედროვე მხატვრები თქვათ, რომლებთან ერთადაც თქვენს აი ერთად რო დაიწყეთ რამოდენიმე ესეთ ცნობილს ის თქვათ თუ დაგვისახელებთ ერთ-ორს ანგლიკო. კი, არიან მხატვრები ერთად რო დავამთავრეთ მოსითულის სასწავლებელში ერთად სწავლობდით შემდეგი აკადემიაში. არიან ახლა ყველასთან საერთენის გამონახვა ცოტა ისეთი არ ხდება ხოლმე, მაგრამ ისთანაც ხდება შრომელი ხალხია მხატვრები საერთოდ არის ჩანს, აი ეს ჩემი იმითი არ მომმარტო, აი თვითონ აი ჩანს, აი რაღაცა მოუწყნავი ენერგია აქვს, აი დღე-დღე მუშაობენ, აი რამე ნახავთ რომ დაუშვათ შეიძლება ნუ სადაც მხატვარი ცხოვრობს სახელოსნოში ან სადაც სამში ცხოვრობს მხატვარი, იქ შუქი ყამე შეიძლება 2 საათზე, 3 საათზე, 4-ზე და გვიანობამდე იყოს ამბები.
ეს შრომ მოუყვანთ. იმიტომ ამბობენ რომ დავშოთ შრომელია და ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცია. ნიჭიერ ადამიანს ზარმაცი არ ახლავს. ერთმანეთს ვერ ეგუებიან. თუ ნიჭი არის, ის ნიჭი ისე ამუშავებს. არ მოგასწორებს ხო? ხო, ეს ნიჭისთვისებაა. არიან ეგეთი მხატვრები, იგივე გურამ ცერცვაძე და მოდელი მხატვართა კავშირის თავმჯდომარე არის. გურამ ცერცვაძე არის, ირაკლის სოფიძე, არ ვიცი როგორ არის, ცოტა ვერ იყო ამ ბოლო ხანებში კარგად. იგივე კახა გიგაური, ძალიან საინტერესო, კარგი პიროვნება. არიან კიდევ ბევრი სხვები. დიახ. ბატონო ნიკო, აი ესეთი კითხვა მქონდა თქვენ ფაქტიურად ნაწილობრივ კი ახსენეთ, მაგრამ აი როგორ ზღუდავდა საბჭოთა ცენზურა, თუ ზღუდავდა და რა გავლენა მოახდინა თქვენ შემოქმედებაში, თუ თავისუფალი იყავით თქვენ ხატვაში? იცით როგორ იყო? თუ იყო რა? ახლა ვალდებულება იყო, იქ როდესაც თემატიურ გამოფენები უნდა გახსნილიყო, მაშინდელი პერიოდი, საბჭოური პერიოდი, ახლა რევოლუციას ეხებოდა გასაბჭოების 1918 წლიდან სამამულოს ეხებოდა, ეს თემები იყო. უბრალოდ ამაში მემზადებოდით 3 ან 4 თვე, ხანდახან მეტი რომ გამოფენაზე და გამოფენაზე მოხდა ნამუშევრებს ეს 3 ის იყო, 3 ტური ეს იყვნენ გავაკეთებდნენ ნამუშევრებს ხატრები, მეც მათ შორის გავაკეთებდა და ნამუშევრები ვერ მოხდრილა. გამოფენაზე ვერ მოხდრილა, კომისიას არ მიუღია, დაუწონი არ მიუღია, მაგრამ შემდეგ გამოფენაზე მოხდრილა, ან შეიძლება კიდევ ვერ მოხდრილიყო, ეს ესეთი პრინციპი იყო. რაღაცა უბრალოდ კლასიკური მიდგომა იყო, რაღაცა თემა, რაც თქვენ საბჭოური თემა უნდა ყოფილიყო, რასაც ფულს იხდიდნენ ცხადიას ჩვეულებრივად მოვლენა იყო, მაგრამ ეს შეიძლება ითქვას რაღაცა ზანდატანებითი თითქოს, მაგრამ ვალდებულება იყო. უნდა გვემუშავა იმ თემებზე, რა თემაც სისტემა იძლეოდა. პარალელურად შეგეძლოთ თავისუფალი თემა თქვენ რაც გსურდათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, სახში ყველა მხარე თვითონ მუშაობდა ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად. ყველა თავისი ინტერესებით და თავისი სურვილებით მუშაობდა ცალ-ცალკედა. ეს თემა ასეთი იყო და სახში მუშაობა ინდივიდუალური იყო. რასაც გინდა, როგორც გინდა, ხატორი მაინც ხო დააბადა დედამიწა, მართლაც არ არის ცა და ღმერთი, რა თქმა უნდა. თავისუფალი. ანუ ხატვარი ვითარდებოდა, მაინც არ იყო მარტო დავალების მიხედვით რო ხატაში. კი, ხო, ხატარს ავითარებს თავისი შრომა. შრომის მომხრეობა ეგ არის. შრომა ისეთი რამეა, რომ აი შეიძლება ნიჭი ძალიან კარგია პირველია, მაგრამ შრომელად შემიზღერეში ის ნიჭი ვერაფერს არ აკეთებს. აი ჩემი პედაგოგები იყვნენ სერგო ქობულაძე, აპოლონ თუთაფელაძე, უჩა ჯაფარიძე თვითონ და ლევონ ცოცხილიძე. კიდევ სხვაებიც იყვნენ, მაგრამ ეს გამორჩეული პიროვნებები იყვნენ. აი სერგო ქობულაძე ამბობდა, რაღაცა სხვა პედაგოგი მყავდა, მაგრამ თხოვე რომ მასთან ყოფილიყო. ნუ 3 თვე მომიწია მასთან ყოფნა მეტი არა და ის ამბობდა, რომ ნიჭი არის მხოლოდ ისა, რომელიც თავის თავს გავს, თავის პირად თვითყოფადობას გავს. თუ ნიჭი გავს იმას და თავის თავს არ გავს, ის ნიჭი არ არის. ნიჭი განისაზღვრება და ფასდენი თუ თავის თავში არის მსგავსება. ეს არის სერგო ქობულაძის სიტყვა. საინტერესო არის. უდანო კითხვა ზუსტად ეგ იყო მასწავლებლები და მხატვრები, რომლებმაც თქვა გავლენა მოახდინეს თქვენზე. მასწავლებლები კი გვიხსენეთ, აი მხატვრებსაც თუ ახსენებთ იმ პერიოდში თქვენ. კი, ეხლა აი ბერძენიშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, ნევრო ჯამაშუკელი მოქანდაკეები. ეხლა მხატვარი ნახატები შემოქმედება ისეთი წესით ისე კეთდება, რომ არ არსებობს გავლენა მოახდინოს ამ დამწყებ მხატვრები, ანუ სტუდენტზე, ანუ ჩამოყალიბებულ მხატვრებს. ის ნიჭი ისეთი რამე გავლენას ახდენს. მაგრამ ეს გავლენა ისეთი არის, შეიძლება ეს გავლენას რაღაცა მეგზურად საერთოდ გამოიყენო, რომ გჭირდება. მაგრამ თუ ის გავლენაში დარჩა ბოლომდე, მხატვარი ან მოქანდაკე, ანუ სხვა დარგის უნივერსიტეტია, ეს ცუდი ნიშანი არ მადარჩა. ის არის რაღაც ერთგვარი საზდო, დროებითი საზდო, რომელიც მოგწონს. ეხლა მოხდება გავლენა რაფაელის იყო, რაღაც გარკვეული გავლენა თვითონ მიქელანჯელოც იყო, თვითონ ლეონარდოც იყო, სამრო ბოტიჩელი, საერთოდ იტალიანი მხატვრები. ეს თვითონ ის მასწავლებლობა, თავის დროს ეს მასწავლებელია, რაც პედაგოგები აკადემიაში ის თავისებურ გავლენას ახდენენ. მაგრამ ისეთი გავლენა არ უნდა მოხდეს, დაუშვათ რომ ის გზიდან აცდეს და დაუშვათ მიმართულება შეცვალოს. აი სტუდენტს ჭირდება იმდენი დოზა, ისეთი თქმა და იმდენად თქმა, რომ ის გარკვეულ საზდოდ გამოადგეს და არა გავლენაში მოაქციო და აი რახანა ისეთი დააკაბელო. აი ხო, ეგ ცოტა არ არის. სტუდენტმა იმდენი რომ მოგისმინოს, რამდენიც მას ჭირდება. აი რაღაცა დემაგოგიურად თავს მოხევად, რა იტყვინა თუ რა ეს მიუღებელია. არ არის.
ჩვენ ასე გჯეროდი თქვენ პედაგოგები რაც აკადემიის სამხატვრო გეოგრაფიაში ვასწავლეთ. აი სერგო ქობულაძე რო შემოდიოდა ჩვენ აუდიტორიაში ვიჯექი და ხატავდით ხო შემოდიოდა იყო წნარად ჩუმად ნატურა იდგა მოდელი იდგა ჩვენ უყურებდით და ვიყურებდა ყველას ვიყურებდა ჩვენ თითოეული რამდენად ვიყავით ჩართულები მოდელთან რა რეაქციითა და რა მონდომებით რა დამოკიდებულებით აი თუ შეგვამჩნევდა რომ ესე ჩართულები ვართ ისე რომ ახლა მოდელთან ავარ და სხვა ფიქრებში არ ვარ სერგო ქობულაძე არავისთან არ მივიდოდა არამედ შენიშნას არ მისცემდა აი დასვენება როცა შეცენება იქნებოდა და ნატურაც ისვენებდა აი მაშინ ვინმესთან თუ მისასვლისთანაც იყო მივიდოდა მაშინ ეუბნებოდა საქმეს აი დავუშვათ პროპორციულად რაღაცა თვითონ ზომი რა თან კომპოზიცია რაღაც არ არის სწორად დაყენებული ან თვითონ კომპოზიციად ფიურად არ არის მორგებული ფორმატში რა აი მაშინ ეთქოდა როცა ისვენებდა ემოციაში არ შეუშლიდა აი ემოციიდან არ გამოიყვანდა არ გამოდიშავდა ეგეთი პიროვნება იყო ეგეთი იყო ქობულაძე აპოლონ ფუტათელაძე უჩა ჯაფარი ეგეთი ლევან ცუცკი პიროვნება კაი ურთიერთობა მქონდა მასთან ეს პიროვნები ხალხი ჩამოთვალეთ პედაგოგები იყვნენ გარკვეულ პერიოდში თვითონ სერგო ქობულაძე უჩა ჯაფარიძე აპოლონ ფუტათელაძე აპოლონი რექტორი იყო ახლა ისეთი პედაგოგი საჩაუტარებია მაგრამ შემოვიდოდა ხოლმე და დაგვათვალიერებდა მე აპოლონზე მოვწერდი საინტერესო მოვლენას და ლევან ცუცკირიძეც ესეთი იყო ეს შემოდიოდა აუდიტორიაში და ვიყურებდა ვინ რამდენად თვალებში აკვირდებოდა თუ იგრძნობდა შენ იმ დროს რომელიმე სტუდენტი მისული ისე რომ დრო გაიყვანოზე თვითონ მისულია იმ წუთას იმას შენიშნა მიცემ და რახან არახარ შენ სამუშაოდ მოსვლა მზად არახარ ამისთვის ზადი გავძანე და ისინი როცა იქნდათ შემოდიდა ნატურა კაცრი ყოფილა ლოგიკურია სამართლიანი იყო იმიტომ რომ მოხედიერ და ზიხა და შეიძლება ილაპარაკოს სხვა ხელი შეუშვა არ გინდა გარეთ დაისვენე მე შემოდიდა იმუშავა აი აპოლონ ფუტათელაძე ერთი საინტერესო პიროვნება რამდენად ახლა ის თაობები ხო დიდი თაობები იყო კაც იმაზე აღვიზარდეთ ჩვენ მათი ის მადელი გადმოვიდა ჩვენზე და აი მე რო სტუდენტი ვიყავი 1971 წელს მოხვდი ჩავირიცხე აკადემიაში ფაკულტეტზე ვიყავ რომ თვითონ გადამიყვანა თვითონ აპოლონის მეშვეობით გადამიყვანეს ფერწერაზე პედაგოგიურზე ვიყავი და მე ცოტა ნაკლებად ისეთი იყო ეს უკვე ისეთი იყო ფერწერა საფრთხელოვნება ცოტა ისეთი იყო მაღალი რეიტინგის დარგები იყვნენ ხო და გადამიყვანეს პირველი წელი დავამთავრე პედაგოგიკაზე ამ ფაკულტეტზე და მეორე წელი უკვე ფერწერაზე გადამიყვანეს და როგორ ზაფხულის პერიოდში ხალხ ცოტა ოჯახიდან არ ქონდა ის საშუალება ნივთიერად ცოტა მიჭირდა ხოლმე და ზაფხულში მუშაობდი რომ მორჩებოდა სწავლა ყველაფერი პრაქტიკა მე მუშაობდი თბილისში მაშინ ასფალტებს აგებდნენ ასფალტები იყო პრარატს ეძახდით ხო იმ პრარატთან და ვიწერდი რომ ხელფას 3 თვე ან 2 თვე მუშაობდი რომ მე მყოფნებოდა თვითონ მთელი წლის მანძილზე და ეხლა სტიპენდიაც ჰქონდა ერთი პერიოდია ზაფხულია ჩვენ ბატონო ივლისის ბოლო რიცხვებია და გევართ დღევანდელი ცისფერი გალერეის მოპირდაპირე მხარეს ვაგებთ ასოებს. მე კატოკი მიკავია, ნუ ეს აგოროებს. მე ვალებოდა ეს კატოკი ნავთით ან ბენზინით გამეწმინდა, რომ ეს კატეგორია კარგად მოეხდინა და ამაზე ვარ, ამას უყურებდა ვასუფთავე და გავიხედე ჩემგან მარჯვენა მხარეს გალერეის ცოტა იქით სასტუმრო თბილისი რომ იყო, იქიდან მოდის აპოლონი. ჩვენ დირექტორი მაღალი კაცი იყო, კაი შეხედულება. მოდის დავინახე, უყურებ, აბა რექტორი მოდის რა, ახლა როგორ ხასეზე დადგები და მოდის და ახლა თავს აღარ ვაცილებ რა, ნუ ის აღარაფია, შეპრობილი ვარ. ხო და რომ ცოტა მომიახლოვდა ახლა მე იმას კი ვერ ხედავ, ისაც ამხედავს. ხო და რომ ცოტა მომიახლოვდა ვიგრძენი, არა შევატრიალე თავი და ის მე საროჭკა ეგეთი. წავიფარე თავი. არ გინდოდათ რომ ეცანით. და მეთქი გაიაროს რა, მერიდებოდა. ხო და პატარა ხაში ისე ჩავწქერი ამ კატოქს და დავინახე რომ შენი ხო ხელი დამოდო ვიღაცა. მეთქი ვინ ახლა ეს პრარადია თუ რაღაც არა შემოვიხედა ყალონი არ მოხდეს თელაძე და შევხედე რაში მომიკითხა რა მე რა შევიდოდა ნუ დარწმენილი ვარ ახლა დგევარ ახლა დასარწმენი რა მქონდა მაგრამ მაინცა ხო და დაუძახა მე ამ პრარადს საკითხთან წარმომებელი მას დაუძახა და უთხრა რომ ეს ბიჭო ჩვენი სტუდენტია და ცოტა მეტი გამოუწერე ხოლმე არის ისედაც კარგად უწერო კარგად მუშაობსო და ნუ მიწერდე ნუ კარგად დამატებებს მე დაიწყო სწავლა იწყებოდა 1 ოქტომბერს ხო და ავიღეთ სტიპენდია 40 მონეტი იყო მაშინ ავიღეთ სტიპენდია ხელი მომაწერე სტიპენდია ავიღე და მე მეორე იმაზეც მომაწერინეს ხელი ამ იმაში ბუღალტერიაში
მოვაწერენ ეხელ და ეს 40 მანეთი კიდე დამატებით, ეს პენსიაც არგე, ის არის სტიპენდიაც არგე და ეს დამატებით კიდე 40 და ეხლა გამიკვირდა ვერ შევეკითხე მერიდებოდა და ავედი კათედრაზე ქალბატონ ელზა ხოსიტაშვილთან ლაბორანტ. უთხარი ეზერდე ეს რატოა მეთქი ეს ორი და ეგაო შვილო აპალონმა თავის ხელფასიდან დაგინიშნა. თავისი ხელფასიდან დაგინიშნა. და ეხლა მოდი და ეს ადამიანები აღიყვანეს პატივსაცემი და ადამიანმა იარი ამ ქვეყნად ისე რომ ამ ხალხის ესეთი ადამიანები დღესაც დადიან. აი რომ შეგხედათ შრომობდით გულთან მიიტანა და დაგიფასოთ ასე თქვა. დაგეხმაროთ ეს. ხო, თავისი 8 წლიდან მერე დამინიშეს მოსეთოიდის სტიპენდია, მერე უნდა კიდე დამატებითი სტიპენდია. ეხლა ქირას ვიხდიდი, მაგრამ იმდენი ფული მქონდა იმ პერიოდში, ხებს ვხდიდი მე ქირას. ჩემს ახლობლებს თანაჯგუფებს. აი ესეთი ადამიანები რო შექმნებიან ცხოვრების გაზე, მე უკვე ორიენტაციას ვეღარ დაკარგავი, რაღაცა რო ორიენტაცია ახლა გზიდან სადაც ვეღარ უკვე ესეთი თარაზო გაქვს ის თარაზო ის გადაყენებული რომ უკვე უფლებას აღარ მიცეს აქ თარცავს რომ რამე ესეთი ვინმეს რამე ვარყოფით რაღაცა შენს გინდა ცოტა მაინც მის მსგავსად მოიქცე ცოტა მაინც ოდნავ 10%, 5% მაინც არ მოიქცე მაგალითი არის და მაგალითს მოგორეთ სიმთავრობაში იყო ეგეთი ადამიანები იყვნენ ეთქვა ანუ ეს იგავი იყო ჩემი უბალი იყო ეგეთი ეს შრომა ფასდება და რაღაც ყოველთვის ესე უბრალოება რაც მე და თავდაბალი ადამიანი და ადამიანის თავდაბლობა იმას არის რომ საქმესთან იყოს შორს საქმესთან პირველი ურთიერთობა და მე თავდაბლობა საქმე უნდა გიყვარდეს ძალიან ჩანდეს რომ გიყვარდა მისთვის აი თავდაუზრდელად შრომა რაც კი საქმე ამავალი ნუ ნებისმიერ ადამიანს მაგრამ ხატობები ხარ ხოლო თავდაბლობა იმასთან საქმეში დიდი შრომა გულმოდგინება და თავდაბლობა